მოკლედ ჩამოვედით ფოთში. ფოთი დავხვდა ძალიან მაგარი ამინდით. მე მგონი წინაზე რაც ვიწვალეთ, სუდი ამინდის გამო ეგ უნდა აგვინაზღაუროს. თან ძალიან კარგი ამბავი ის არის, რომ კონტეინერები უკვე გადმოცლილია და პორტშიერი და გველოდებიან უკვე უნდა გახსნან და რა თქმა უნდა უჩვენთ არ გახსნიან. ეს მანქანა გაიხსნა, რა ვიცი, ძალიან მალე, რაც შემოვიდა პორტში გემი, იქიდან დაახლოებით 5 დღეში უკვე იხსნება. დღეს არის მე-5 დღე მოკლედ და ეხლა წავიდეთ ერთად დავხსნათ კონტეინერი და ვნახოთ როგორი მანქანა დაგხვდება. აი ერთი სული მაქვს, ვნახო როგორი არის, იმიტომ რომ ამდენი ხანია ველოდები და ვიცი თქვენს ძალიან ელოდებით. ამიტომ ბევრი დრო აღარ დავკარგოთ, იმიტომ რომ იქაც ველოდებიან, უბრალოდ ეს შესაძლოა აუცილებლად ჩაგვეწერა და წავედით ახლა პორტისკენ. უпростоრად ტერმინალისკენ, თორე წინაზე რო ვთქვი პორტში ვარ მეთქი, არ ვიცი 200 კომენტარიდან 150 იმას მიწერთ და ფოთის ტერმინალში ხარ პორტში არაო და ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო მივხვდით სადაც ვარ და წავედით ახლა ტერმინალში. დეჟავიუ მაქვს. თითქოს სულ ახლახანს ვიყავი აქ. არა და ახლახანს ვიყავი. всё, შევდივარ ტერმინალში. ბაიკი ზუსტად აქ ჩამოვიდა და მანქანა ზუსტად აქ არის და წავიდი, გოჩქარება. მოკლედ შემოვედით, ჩვენ ვართ ახლა GTE ტერმინალში, სადაც ტრანსპორტის კონტეინერები იცლება ხოლმე. ეს არის ჩვენი კონტეინერი, ეს სუდუ. და ეხლა გავხსნით და ცოტა ხანში ვნახავთ იმ მანქანას, რაც ჩამოვიყარა და ვნახოთ როგორია. ეს ქნა? გამომივიდა. შეიძლება შევიდო. არჩევს, ჯერ არჩევს ჩემი მანქანა. კაი, დაველოდოთ. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ისე არ გამიმართო როგორც მოტოზე, იმიტომ რომ კონტეინერი გავხსენით თუ არა, ეგრევე ჩემი მოტო იდგა, მაგრამ არა, უშუალოდ ახლა დაველოდოთ, გადმოცლიან. მე მგონი ორი მანქანა უნდა გამოიყვანო და მე ჩემსაც გამოიყვანო. სხვა შარშან მანქანა რო ჩამოვიყვანე, მაშინაც ეგრე დამემართა კონტეინერი გაიხსნა. სუსუ ბოლოი და 3 მანქანა გამოიტანეს და დამენია სული და აი ეხლა რუსად მაგმგომარებაში. მოდი ნომრებს აგარჩევინებთ, რომელიც გაგიხარდებაო და ავარჩიოთ ახლა ნომერი კი ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სანამ ტრანზიტებზე იქნება, მაინც კაი ნომერი გქონდეს ჯობია. აბარები გვაქვს. ეს 3-იანია, ზავა? როგორ? ეს კაია. მე მგონი 3000. ვიცოდი ეს რომ მოგეწონება. ხო? კარგი, ეს ჩვენ გვექნება. ეს გვექნება ჩვენ ნომრად. მე მგონი ჩვენი მანქანა გამოჩნდა წამოდი. ხელით მიჭირა. ხო თქვი ბოლო იქნება მეთქი. ბოლომდე ხო უნდა გამეწუროს გული. რატო? ანუ ნახე, წინაზეც ეგრე დამემართა ზუსტად რა, ჩემი მანქანა სუსუ ბოლო იყო და მოტო იყო პირველი. ჰა? მოტო იყო ხო და ეგ თქვი გამიმართა მეთქი და ანუ მანქანაზეც ეგრე რომ აი მე რა, ეს მოლოდინის პროცესი უფრო აი ახანგრძლივს და უფრო სასიამოვნო და ხო რაც უფრო რთულად მისაწვდომია უფრო კაი რა. გამოჩნდა. ეხლა რა გამოდის შევიხედოთ კარგად. всё. მე გული აჩქარებასთან ერთად მიჩუყდება უკვე. იბადება ბოუში. ჩემი ახალი ბოუში. ეხლა ხვდები რას გრძნობენ ხოლმე მამები, გარეთ რო ელოდებიან ბავშვი დაიბადება.
ეს არის ძრავი, რომელიც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაგრად მატირებს. არინდობს. აი, ხა ისეთი არაფერი არ მოხდა, რასაც არ ველოდებოდი. სალონი დამწვარი არ არის. დაზიანება შეეგეწერა ზოგადად, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ სალონის დაზიანება რაღაც პროცენტით სავარაუდოდ იყო უბრალოდ მიზეზი, რის გამოც მისმა მფლობელმა სადაზღვოს შეტენა, ასე ვთქვათ. მოლოდინი გქონდა და ეხლაც მაქვს, რომ ყველაფერი არის ძრავის ბრალი. ვა, სიგნალებს. მოკლედ არ დაიქოქებაო რა. როგორც გქონდა მოლოდინი ეგრე, ჩავიყვანთ თბილისში და დიაგნოსტიკა უნდაო, დიაგნოსტიკის გარეშე ვერაო და ნუ რა მოლოდინიც გქონდა ეგა. მაგრამ მე მეძანიერი ვარ. სამახსოვროდ შევინახავ ამას, ეს არის ჩემი მანქანის წინა ცხოვრების ამსახველი მასალა, ასე ვთქვათ, ტექსასი. დავათვალიერეთ მოკლედ პირველად, ეხლა იმასავე ვიტყვა, ჟურნალისტი და რესპონდენტი. ჩემს პირდაპირ ჩართოში მყავს Trust Import-ის დამფუძნებელი დავითი, რომელიც ჩემმა მაყურებელმა, ვინც პირველი ვიდეო ნახა, უკვე იცნობს ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ არხს უდგას გვერდში და ჩათვალეთ მისი დამსახურება, ჩვენ რომ ესეთი კარგი ვიდეოები გვაქვს და ესეთი მაგარი პროექტი. ეხლა დავითი გვეტყვის უფრო მეტად კომპეტენტურია. პირველად დათვალიერებით, როგორი მანქანაა? პირველ რიგში მივესალმები შენს აუდიტორიას, შენს მაყურებელს. ასევე მინდა ვთქვა ესეთი რაღაც, რომ ჩვენ როცა პირველი ვიდეო ჩავწერეთ, მაშინ მე ვიძახდი, რომ თუ ძრავი იქნება დაზიანებული, მეთქი საინტერესო პროექტი გამოვა, ალბათ გადაღებული არავის ექნება საქართველოში ამ ძრავის აღდგენა, გაკეთება რაღაც. იქ ყველამ დაწერა კომენტარში ძმაკაცი 1000 ძმაკაცმა დაწერა ალბათ ძმაკაცი და მე არ მქონდა არც მისი არქივი ვიცოდი, არც ამ ადამიანის შესახებ ვიცოდი და ამდენმა რომ დაწერა მოუძებნე მოვიძიე ამ ადამიანის არქი და ის ვიდეო რაც უდევს M6-ის გაკეთებაზე 5 თუ 4 სერია არის. ერთ საღამოს უყურებს სულ ყველას. თითო არის 1 საათიანი, ისეთი საინტერესო იყო რა. ძმაკაცთან დიდ ბოდიშს ვიხდით მართლა. მაგის არხიც გამოვიწერე, გადავედი, ბევრი ვიდეო ვნახე, ძალიან საინტერესო ვიდეოა, ძალიან მაგარი კონტენტი აქვს. ჩემი სახით ერთი გამომწერი ნამდვილად შეემატა და წარმატებებს უსურვებ აქედან. ჩვენ მანქანასაც შეეხება, ეს მანქანა ჩვენ ვიყიდეთ Fire, ანუ ცეცხლი, ესეთი დაზიანება ეწერა და უკანა სავარძელი იყო ამოშლილი და ჩვენი ვარაუდი იყო, რომ ბენზონასოსთან გაჩნდა ცეცხლი და სავარაუდოდ ეგ თემა იქნება. ნუ ყველაფერთვის ვზად ვიყავით, მაგრამ დაახლოებით ძირითადი მოსაზრება ეგ იყო. პირველადი დათვალიერებით ვნახეთ მანქანაში, უკან სადაც ვარაუდობ ცეცხლი უნდა ყოფილიყო, არანაირი ცეცხლი არ არის, სალონში საერთოდ ცეცხლის კვალი არ არის, არც სუნი დგას არაფრის. დაქოქვაოთ სადეთ, პენემიჩკა დავერთეთ უბრალოდ და სადეთ დაქოქვა, მაგრამ არ იქოქება დიაგნოსტიკაზე შეაერთება პირდაპირ წერს მანქანა. ძრავს ეხა ვერ შევამოწმოთ გაჭედილი არის თუ არა, იმიტომ რომ უნდა გადაიხსნას რემენი და ძრავი დატრიალდეს. მაგას აქ ფიზიკურად ვერ ვიზავთ და აქედან გამომდინარე დღეს სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, იზოლირებული ვართ, ესე დავტოვოთ ეს მანქანა ხვალე. ჩვენი პარტნიორი ევაკუატორი ჩამოგიყვანს თბილისში და თბილისში უკვე სახელოსნოში ბიჭები ყველაფერს ნახავენ, ყველაფერს დაათვალიერებენ და უკვე გაირკვევა რაც ჭირს, ასე ვთქვათ, ამ მანქანას. ნუ ჯერჯერობით ეს სიტუაცია გვაქვს. განახლებული ინფორმაციით ასევე დავუბრუნდით. კარგი რა, მაგაზე ვილაპარაკოთ. ცუდები არ გვინდა, ჩვენ ცუდისთვის მზად ვიყავით, ანუ მართლა პირველ ვიდეოისაც გაგვთ ნახე, იქაც ვამბობთ რა, რომ დავითმა იქაც თქვა, რომ
კი, ესე წერია, მაგრამ ანუ არის ეგეთი შემთხვევები და ამის აქაც მზად ვიყოთ იმისთვის, რომ შეიძლება ძრავი იყოს დაზიანებული და უბრალოდ როგორც წერან გითხარით, აი შეტენილი კონდეს მფლობელს სადაზღვევოსთვის მაგ მიზეზით და მაგისთვის მზად ვიყავ მთელი 3 თვე, ჩემთვის ფსიქოლოგიურად ვამზადებ, რომ შეიძლება ძრავი მქონდეს ფაქტობრივად თავიდან ჩასატკმელი. მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა, კი ძალიან ხარჯიანი, მაგრამ მაგარი ვიდეო გამოვა, რაც მთავარია კონტენტ კრეატორს რა ინტერესებს მაგარი ვიდეო და გააკეთოს და წეღავით ის დამტვირთვეთ თუ დამეჯახა მაგარი ვიდეო გამოვა თქო და აი ესია ეშხში რომ შედიხარ ყველაფერზე ხარ წამსველი. კაი რა კამაქარა ზოდიას თქვა. კაი რაც აქ ერთი შეხედვით რასაც ხედავთ, ნუ კარბონის ჭერი აქვს, კარბონის ჭერი ყველას ქარხნულად არ მოყვება, მე მგონი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში კარბონის ჭერი გვაქვს, შიგნიდან შავი ალკანტარა გვაქვს. სახურავი აქვს ალკანტარა. სახურავი აქვს, აუდიო სისტემა გვაქვს, ასევე ძალიან მაგარი. დისკები გვაქვს aftermarket-ი, ასევე აპორნი არ არის ქარხნული, არის შეცვლილი, ძალიან დიდი აპორნები უყენია წინაც უკანაც, რაც საკმაოდ ძვირი არის, როგორც ვიცი, ზუსტ პასე ხა ვერ ვიტყვი, დაახლოებით $2-3,000 ფარგლებში ეღირება ეს აპორნები, იმიტომ ქარხნული არ აყენია. სხვა ეხა დიდად შეხედვით ეს არის, რასაც ხედავ რა, ეხა დანარჩენს უკვე თბილისში კარგად ნახავთ. ხო, კამერები აქვს ასევე ყველგან, რავი, უკან სარკეებზე, შიტოქში ყველგან და კარგი კომპლექტაცია საკმაოდ რა და დანარჩენს უკვე თბილისში უკვე დეტალურად ნახოთ ყველაფერს რა. აქ ფიზიკურად მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ეს არის უშუალოდ გასახსნელი მოედანი, სადაც კონტეინერები ლაგდება ესე თანმიმდევრობით, ხდება მანქანების გახსნა. ამ მოედანზე სურათდება მანქანები, ჩვენი წარმომადგენელი ასურათებს, დასურათების შემდეგ უკვე მანქანები გადმოდის და დგება სპეციალურ სადგომზე. საიდანაც მეორე დღეს უკვე ხდება მანქანების გაყვანა. ეხლა მივდივართ ასევე ჩვენი პარტნიორის Indigo Cars-ის მეორე ოფისის გახსნაზე, რომელიც იქნება ესპერანსას ტერმინალში და მანქანები უკვე შემოვა როგორც GTI ტერმინალში, ისე ესპერანსას ტერმინალში. აღარ მოგიწევთ ესპერანსას ტერმინალიდან აქ მოსვლა საბუთის აღება მერე უკან წასვლა პირდაპირ იქვე მოხდება ყველაფერი. იცი რა უთხარი, rilsi რო დავდე, მოტოზე რო ვიყავით ჩამოსულები, სხვათა შორის კომენტარები იყო წამოსული, რომ აი ეს ადგილი ესადაც იპარავენ, ამაშვებენ, იმაშვებენ, ზოგადად ეს უნდობლობა ხო ძალიან ბევრს აქვს და იგიც უთხარით რომ ვერაფერს და არაფერს არ იპარავენ რა. ხო, რეალურად პროცესი არის ესეთი, რომ ამერიკაში ჩვენი წარმომადგენლები არიან, ქართველები არიან, უშუალოდ ჩვენ ხელშია მანქანა პორტში და არაფერი მსგავსი არ ხდება, იქ არაფერი არ დაკარგვია არასდროს, ჩვენები ტვირთავენ და ილუქება კონტეინერი. კონტეინერი აქ როდესაც ჩამოვა, ლუკი იხსნება და შემდეგ ხდება მანქანის გადმოსვლა. ამას ესწრება აქ ადგილზე ჩვენი წარმომადგენელი, მანქანა გამოვა თუ არა და აი მოედანზე დადგება, იმ წუთას ხდება დასურათება. აქ გამორიცხულია ვინმე რამე მოგპაროთ. თუ რაღაც დაიკარგება, უკვე ამ სურათებიდან გამომდინარე ვიხემძღვანელებთ მანქანა აქ უშუალოდ როგორი მივიღეთ და მაქედან გამომდინარე მოხდება უკვე შემდეგ ზარალის ანაზღაურება იქნება თუ რა იქნება. ჩვენ დავიძროვით თბილისისკენ და მანქანა დაგვეწევა თბილისში. ჩამოვედით თბილისში. ნუ ჩვენ ბევრად ადრე ჩამოვედით, რომ გამოვიყვანეთ მანქანა, ეგრევე წამოვედით, იმიტომ რომ იმას დრო ჭირდებოდა გასამწვანოდ აღარ დავლოდებილოთ ბაიკისგან განსხვავებით, იმიტომ რომ იქ ხა მისაბმელით ვიყავით ჩასულები და გვეჩქარებოდა. მანქანა ჩამოიყვანა ტრანსიმპორტის პარტნიორმა ევაკუატორმა და ზოგადად რო იცოდეთ, ტრანსიმპორტს ეგეთი სერვისი აქვს, რომ ადგილზე ჩასვლა არ გჭირდებათ საერთოდ. პარტნიორი ევაკუატორი გამოიყვანს თქვენს მანქანას, ჩამოიყვანს და თბილისში სასურველ მისამართზე მოგიყვანენ. თან, როდესაც მანქანა დაუდეს, ასე ვთქვათ, ევაკუატორზე, აბსოლუტურად ყველა დეტალური ფოტო იყო წარმოდგენილი, გამომიგზავნეს, სად რა, როგორანაირად იყო, რომ თუ რაღაცა მოხდა, მე თქვენ გქონდეთ საშუალება ნახოთ, როგორ იყო წამოსვლამდე და როგორია მე ჩამოსვლის შემდეგ, თუ რაიმე დაზიანდა, რომ გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი. ესე ჩამოვედით, ობობით გადმოსვეს და მოვიყვანეთ ახლა ერთ კონკრეტულ ადგილას, სადაც გავიგებთ ახლა რაღაც შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ, ასე ვთქვათ, რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სანამ იმ ყველაზე ცუდ სცენარამდე მივალთ, რომ ძრავში არის პრობლემა, მანამდე ძალიან ბევრი წვრილმანი პრობლემა შეიძლება იყოს, რის გამოც არ იქოქება მანქანა. აი მაგებს გავიგებთ ახლა, თან სალონს გავშენებთ უფრო უკეთესად. სალონი გვაქვს მოკლედ ესეთი, ყველაფერი კარგ მდგომარეობაშია, უხურავთ ამ კარს. ცოტა ჭუჭყიანია. საوردლებია ოდნავ გაცვეთილი და მაგასაც რა თქმა უნდა გავაკეთებთ აღვადგენთ რომ საერთო ჯამში მანქანა რო დასრულდება ყველაფერი იყოს იდეალურად რა ძალიან მაგრად მომეწონა ალკანტარა ჭერი აქვს შავი ძალიან ლამაზი
სხვა დანარჩენი სალონში არანაირი დაზიანება არ აქვს, არც სხვა ვიზუალურ დეტალებზე, ანუ მანქანა არის, არ ვიცი, აი ძალიან კარგი მანქანაა რა. თავარი ახლა ვნახოთ რა ხდება მის გულში და ჩვენი სპონსორის Little Tree Georgia-ს პირველი სურნელი დავკიდოთ ჩემს ახალ მანქანაში, ჩემი ახალი ბოუში. რა კომენტარებში დამიწერა ერთმა ბიჭმა, რომ ეს უკვე ბოუში აღარ არისო, ის კი მართლა პატარა ბოუშია და ეს უკვე ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანია. პინაკოლა და სურნელი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სურნელი, რაც ძალიან მიყვარს Little Tree-ში ეს და ამერიკის დროშით. და გავაფიქროთ ახლა ჩემს ახალ სალონში Little Tree-ს ახალი სურნელი. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში გვექნება სოკარის საწვავის გათამაშება. ამისათვის კომენტარი უნდა დაწეროთ ამ ვიდეოს კომენტარებში და გამოწერილი უნდა გქონდეთ ჩემი არხი ვიდეოს დადებიდან ერთი კვირის თავზე გათამაშდება საწვავი და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი გათამაშების პირდაპირ ეთერში რო ვიყავი, იქ საუბრობდით იმაზე, თან მაყურებლებთან საუბრობდი, რომ იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც გავათამაშეთ საწვავი და სამწუხაროდ მოგებული პიროვნება, ვინც გაიმარჯვა, აღარ გამოჩნდა, იმიტომ რომ ან არ ადევნებდა თვალს, ან დაწერა კომენტარზე დაავიწყდა. ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ამისი იყოს და ის საწვავი დარჩა, ასე ვთქვათ, გაუთამაშებელი. და ამ დროს ვიღაცები ვინც ელოდებოდნენ სამწუხაროდ რაღაც შანსის გარეშე დარჩენ იმ კონკრეტულ ვიდეოში. ამიტომ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, ერთი კვირის თავზე რომ გათამაშდება საწვავი, გამარჯვებულს ექნება ერთი კვირის ვადა რომ გამოგვეხმაუროს და კუთვნილ საჩუქარი აიღოს. თუ ერთი კვირის ვადაში არ გამოგვეხმაურა ერთი კვირის თავზე, ანუ ვიდეოს დადებიდან ორი კვირის თავზე, ხელახლა გადათამაშდება ეს საწვავი და ახალი შანსი მიეცევთ დარჩენ ადამიანებს. ამიტომ ყოველთვის იყავით ყურადღებით ხოლმე ვიდეოს დადებიდან ზუსტად ერთ კვირაში არის ხოლმე პირდაპირ ჩართვა YouTube-ზევე და იქ თამაშდება პირდაპირ ეთერში ეს საწვავი. ამიტომ ყველას წარმატებებს გისურვებთ. ხომ გაინტერესებთ რა ჭირს მანქანას? მეც ძალიან. ხო და შემდეგ ვიდეოში დაელოდეთ, გეტყვით ყველაფერს, მოგიყვებით, გავერკვევით, ეხლა რა უნდა, რა სტკივა და რა აწუხებს და შემდეგ ვიდეოში უკვე დეტალურად იხილავთ, რა შედეგი დაგვიდგება ამ შემოწმებით და სად წავალთ მერე, ვის მივაკითხავთ და რა გვექნება. ამ ვიდეოს ვწერ ახლა ვიდეოს დადების წინა დღეს. ფოთიდან ჩამოსვლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ამასობაში ჩვენ გავიგეთ კიდევაც მანქანას რა პრობლემა აქვს და რა უნდა გავაკეთოთ. და ეხლა ძალიან დიდი ხანი რო არ გალოდინოთ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს დადებიდან ორ კვირაში შეიძლება კიდევ არ იყოს მაგ ყველაფრის ვიდეო. ამ ვიდეოს ეხლა დავამატებ ამ ეპიზოდს და ეგრე დავდებთ, იმიტომ რომ გაიგოთ და იცოდეთ რა გველოდება. მოკლედ, მანქანას აღმოჩნდა ის პრობლემა, რის ეჭვიც ჩვენ თავიდანვე გვქონდა. სულ პირველ ვიდეოშიც ვიძახით მე და დავითი, რომ შესაძლებელია ძრავის პრობლემა აღმოაჩნდეს მანქანას და მოგვიწიოს ახალი ძრავის ჩადგმა ან არსებულის დაშლა და რემონტი და სწორედ ეს გვიწევს. რაც თან გულს მწყვიტავს, იმიტომ რომ იყო იქ ეჭვები რაღაცები, რომ ძალიან მარტივი პრობლემა შეიძლება და ყოფილიყო, რომელსაც გამოვასწორებდით და დაიქოქებოდა მანქანა, მაგრამ ნუ არ აღმოჩნდა ეგ. თუმცა აქვს ამას თავის დადებითი მხარეც, იმიტომ რომ ეგეთი მარტივი პრობლემა რომ აღმოჩენილიყო, საპროექტოც არაფერი არ იქნებოდა, ალბათ მაქსიმუმ გამოწელე ერთი ვიდეო ჩაგვეწერა მაგ მანქანის შეკეთებაზე და მორჩა, იმიტომ რომ ვიზუალურად არაფერი არ ჭირს, ძალიან კარგად გამოიყურება, ერთადერთი სალონში აქ ტყავი დაზიანებული ოდნავ და იმას აღვადგენდით და მაგით დამთავრდებოდა. ეხლა გვექნება ძალიან კარგი ვიდეოები, რისთვისაც არის რეალურად ეს მანქანა ჩამოყვანილი და რისთვისაც გვინდოდა და რისთვისაც ვიყიდეთ. დავიწყებთ ცოტა ხანში, დავშლით ძრავს, გავიგებთ იქ რა გადარჩა, რა ვერ გადარჩა, რა ჯობია, ავაწყოთ ეს ძრავი თავიდან, საერთოდ ახალი ვიყიდოთ და ახალი ჩავდგათ, თუ აი რა უნდა გავაკეთოთ მაგ ყველაფერს გავიგებთ დაშლის შემდეგ, ეხლა ისე დაცულ ტერიტორიაზე დგას ავტომობილი და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვის ტერიტორიაზეც განვათავსეთ დაცულზე და კამერებით, იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე მეშინია ისეთ რაღაცები აქვს, რომ რა ვიცი, არავინ მომიხსნეს რამე. ხო, ჯერ დგას იქ და რამდენიმე დღეში გადავიყვანთ უკვე იმ ადამიანთან, ვინც უნდა დაიწყოს ამ ავტომობილის შეკეთება. ამიტომ დაელოდეთ ვიდეოებს. ეს ვიდეო რო დაიდება, ამ ვიდეოდან ორ კვირაში ვერ შეგვირდებით, რომ უკვე ძრავის დაშლის ვიდეო შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ იმ ადამიანსაც საკმაოდ ბევრი საქმე აქვს, ვინც ეს უნდა გააკეთოს.
მაგრამ მალე გვექნება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ პროექტი, საინტერესო პროექტი და მე გავტესტოთ და ვნახოთ მისი შესაძლებლობები. წარმატებებს გისურვებთ ყველას გათამაშებაში და მომავალ შეხვედრამდე. შევხვდებით ორ კვირაში. აბა დროებით.